ახლა რაც შეეხება სიზმარს. რეალურად სამყარო არის აბსოლუტურად სხვანაირად მოწყობილი, ისევე როგორც ადამიანი. ესეა მოწყობილი ზუსტად. ადამიანის სიამბოლეში ამ მოდელში ზის თლიანად. ჩვენ რომ ვამბობთ, რომ მოხდება მეხუთე განზომილების შემოსვლა, მე გაიყოფა და დავჭებით მეხუთე განზომილებაში, ამაზე გვისაუბრია ბევრი, რომ ეს რას გულისხმობს, რომ მეხუთე განზომილება საიდან მე შემოვა, ეს მეხუთე განზომილება მუდმივად არის აქ. მაგრამ იმის გამო, რომ დედამიწის მოძრაობა სხვადასხვანაირად იყო მოწყობილი, ჩვენ ვართ დარჩენილი მესამის აღქმაში. ჩვენში შემოდის იმით მეხუთე განზომილება, რომ ჩვენ აღქმას ვიზდით. მაგრამ ამ აღქმას ყველა ვერ გასდის. ამიტომაა წინასწარმეტყველებში ნათქვამი, რომ ადამიანები გაგიჟდებიან. და ჭკვიანი გიჟად ჩათვლიან, იმიტომ რომ განსხვავებული იქნებაო. მასა გაგიჟდებაო. რატო? იმიტომ რომ ჭკვიანი ამ შემთხვევაში რა იგულისხმება, ის ვინც გრძნობს ამ ყველა სამყაროს. აქედან გამომდინარე შენ სხვანაირად გრძნობს სისულელეა. მაგალითად ადრე იყო ესეთი მომენტი ჩვენ დროს. შენ რო გეთქვა რომ მე აი ესე გასწრული გასვლა მქონდა რაღაცა ესეთი გეთქვა იქ მოხდი ის ნახე ის მოხდება ეს შენ გიჟი ხარ გეტყოდნენ. ეს იყო მე-20 საუკუნეში. ხაშუჯველ დროში ეგეთები არ იყო. არავინ არ გეტყოდა არაფერს. ხო შენ გიჟი ხარ შენ არ ნორმალური ხარ ანახე რა ისა რა ესა ხო რა გრიშა ასე რომ ვთქვათ. ხო და ეხლა მაგალითად რა მომენტი დგება ხო ეხლა თიგივეს გეტყვიან იმიტომ მისთვის ეს არ მოუდგენელი ეს მას აღნის აღქმა არ ესდება ამიტომ ჩდება აი ამ ვიბრაციების გაზდით და გაზდა რაში მდგომარეობს მესამე კი არ ქრება მესამე არის ეხლა არის მეოთხე და არის მეხუთეც მაგრამ მეხუთე იზრდება ამათი გაერთიანება ხდება, ხო? ეს უკვე დაწყებულია. მეოთხე პრაქტიკულად აქ არის მთლიანად და მეხუთე შემოდის. და სადღაც იანვრის უსტელი მასით შემოვა მომავალი წლის. უკვე აქ არის ისაც. ეს დის სიხშირეს და რო დის სიხშირეს ავტომატურად შენში ეს იწვევს დისკომფორტს. ეს არის უძილობები, ეს არის საჭმლის მოთხოვნილების დაკარგვა, ეს ბევრი რაღაცა რაც ხდება ახლა. და შენ თუ ვერ მიყვები ამას, კადებას იზარყოფი პირველ რიგში. ამიტომაა ინსულტების და ინფარქტები გაახალგაზრდებული და მასიური. ხდება ფსიქიკური დარღვევები, ამიტომ არის უამრავი თვითმკვლელობები, შინაგანი ყანყალები და ასე შემდეგ. ჩვენ ამ სიზმარს შევეხებით, იმიტომ რომ ეს ყველაფერი კავშირშია ერთმანეთთან.